საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არის ჩვენი სტუმარი სოციალურ ქსელში ვეცნობოდი თქვენს პოსტს სადაც კიდევ ერთი რაღაც ფეიქ გვერდი შეიქმნა რომელიც თქვენს წინააღმდეგ რაღაც ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს პარალელურად კი ხელისუფლება გვესაუბრება რომ უნდა შეიქმნას კანონი ცილის წარმოების შესახებ და თქვენს დაცვაზე ზრუნავენ როგორც ჩანს რა კამპანია დაიწყო კიდევ ერთი თქვენს წინააღმდეგ და არის თუ არა ეს თქვათ ბოლო დღეებში მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო მოგესალმებით, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. სწორედ აღნიშნეთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გვერდი არ შეიქმნა ჩვენს წინააღმდეგ და ჩემს წინააღმდეგ პირადად. შეიქმნა რამოდენიმე ფეიქ გვერდი, სადაც და ყალბი გვერდი, ასე ვთქვათ, სადაც ვრცელდება ინფორმაცია ჩემთან დაკავშირებით, რომელიც არის მცდარი და ცხადია, აქ ცილის წამებას აქვს ადგილი. ახლა ეს ყველაფერი შეიქმნა მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ჩემმა ორგანიზაციამ და ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეფექტური რეფორმა უნდა ჩატარდეს სასამართლო სისტემაში, რომ სასამართლო სისტემა უნდა დატოვოს მურუსიძემ, ჩინჩალაძემ და მათი კლანის წევრებმა და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ მოსახლეობამ აღარ დაინახოს ეს ადამიანები სასამართლო სისტემაში, იმიტომ რომ ისინი იქ რომ იმყოფებიან, სასამართლოს მიმართ ნდობა ძალიან დაბალი არის და რეალურად ისინი ეწინააღმდეგებიან ყველანაირ პროგრესულ რეფორმას, რომელიც შეიძლება გაატაროს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არ მოეწონა მთავრობის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს ყველაფერი კეთდება მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ და მათ შექმნეს ისევე როგორც ამას აკეთებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, შექმნეს ეს ყალბი გვერდები და ახლა ავრცელებენ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებით. თუმცა ახლა ესეთი პარალელურად პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე გვესაუბრებიან, რომ ცილის წამების შესახებ უნდა იყოს კანონი ქვეყანაში მიღებული. ხო და მე ჩემთვის ახლა ეს ძალიან სასაცილო არის მართლაც, იმიტომ რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ვიმყოფები სამოქალაქო სექტორში, ჩემს წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის კამპანიები გორდება ხოლმე და როგორც წესი ამის უკან დგანან ზუსტადაც მთავრობის წარმომადგენლები. მე რამოდენიმე ცილის წამებელს უჩივლე კიდევაც სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ სტრასბურგის პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საერთაშორისო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, სადაც ერთის მხრივ კი დაადგინა, რომ ეს არის ცილის წამება და არაფერი შუაში არ ვიყავი იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვცერდებოდა, თუმცა მეორეს მხრივ არ დასაჯა, ანუ პასუხისმგებლობა არ დააკისრა იმ ადამიანებს, რომელსაც უჩივლე და თუ კი ამ კანონს მიიღებენ და აქ იქნება შერჩევითი მიდგომები, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ხო, რა კანონს მივიღებთ, მით უმეტეს, რომ დღევანდელ შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობა ნამდვილად აძლევს ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცონ. უბრალოდ სასამართლო არ ყავს დამოუკიდებელი და ამიტომ იღებენ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით თუ ვინ ჩივის და არა იმის მიხედვით თუ რა საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს და ზოგადად რას ამბობს ჩვენი კანონმდებლობა. სასამართლო არის ბოლო დღეების მთავარი თემა და ჩემი აზრით ალბათ შესაძლოა კიდევ დიდხანს იქნება საუბრის მთავარი თემა. რა სიტუაციაში ვართ ახლა და სად არის გამოსავალი? ერთის მხრივ ადამიანების, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების დროს წარდგენამ პარლამენტში გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი და მეორე მხრივ ეს ადამიანები სხვა ინსტანციის სასამართლოებში თუ იქ არ დაინიშნებიან, სადაც წარადგინეს, აგრძელებენ მუშაობას. რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი? ისმის მუდმივად საუბრები, რომ დაიშალოს იუსტიციის საბჭო, დადგინდეს ახალი კრიტერიუმები და ამის მიხედვით მოხდეს ყველა ინსტანციაში მოსამართლეების შერჩევა. არის თუ არა რეალურად ეს წინადადება პერსპექტიული და ხელისუფლება ამაზე წამსვლე? მე მგონია, რომ დღეს სხვა გზა არ არის გარდა იმისა, რომ სასამართლო სისტემა დატოვონ აი ამ გახმაურებული საქმეების მოსამართლეებმა და რასაც ჩვენ ვეძახით ჩინჩალაძე მურუსიძის კლანმა. იმიტომ რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით აქცენტს კანონმდებლობაზე, სხვადასხვა კრიტერიუმების გაწერაზე, პროცედურებზე და ასე შემდეგ და დავინახეთ, რომ ფაქტიურად წლების განმავლობაში ოცნების დახმარებით ყველა ეს კრიტერიუმი თუ კანონმდებლობა, რომელიც იქნებოდა ძირითადად, ეხლა იყო რაღაცა პროგრესული ნაბიჯებიც, მაგრამ ძირითადად ეს კანონები, რასაც იღებდნენ და რასაც სვლიდნენ, მათი მიზანი იყო, რომ კიდევ უფრო მეტად გაემყარებინა აი ამ კლანის პოზიცია სასამართლო სისტემაში. ახლა ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იმისთვის რომ ჩინჩალაძე უვადო დანიშნულიყო სასამართლო სისტემაში, ორ დღეში შეცვალეს კანონი ამ ერთი ადამიანისთვის, იმისთვის რომ ის დანიშნულიყო
უვადოთ სასამართლო სისტემაში. მას მოარგეს კანონი და ამას მისცა ხმა უმრავლესობამ, ხო? რეალურად მათ იცოდნენ რა ტიპის კანონს და რა რეგულაციას აძლევდნენ ხმას და იცოდნენ რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ჩინჩალაძე დანიშნულიყო უვადოთ. ან მაგალითად ახლა ამ საუბარში ყველას გვავიწყდება რომ მურუსიძე უვადოთ ჯერ ერთის მხრივ გადაინიშნა და შემდეგ ეხლა აი რამოდენიმე კვირის წინ უვადოთ დაინიშნა სასამართლო სისტემაში. ხო, მანამდე იუსტიციის საბჭოს დივანი იყო, მანამდე გადაინიშნა მოსამართლედ, მაშინ როდესაც ჩვენ გახსოვთ ევა გოცირიძეს ვაკრიტიკებდი და ვამბობდით რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ხმა მისცეს მურუსიძეს, რომელმაც განაცხადა რომ მან შანსი მისცა მურუსიძეს. ხო, ეს ხო არის სასაცილო. რა შანსი უნდა მისცე მურუსიძეს, აი მითხარით და როგორ შეიძლება რომ ესეთი მოსამართლეები ჩვენ გვყავდეს სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე ახლა, როდესაც ჩვენ ახლა აი ამ ყველაფერს უყურებთ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისა და შედეგი იმისა, რასაც აკეთებდა ქართული ოცნება. ისინი აძლიერებენ ამ კლანს სასამართლო სისტემაში, ისინი იღებდნენ სპეციალურად ისეთ კანონებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებდა მათ ჩაუგდეს ბერკეტები დანიშნვის, გათავისუფლების, დაწინაურების მოსამართლეების და ასევე ისინი არიან პასუხისმგებლები სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშნვაზე. ხო, ფაქტიურად მთელი ძალაუფლება ამ ადამიანებს მისცეს ხელში და ესენი ვინ არიან ეს ადამიანები? ის რაზეც საუბრობს ახლა ეკაბესელია თქვენთვის ნაკლებად სარწმუნოა? მე მგონია რომ ერთის მხრივ ახლა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვინმემ დაიწყო ამაზე საუბარი, იმიტომ რომ როდესღაც ახლა ჩვენ სულ გვიკვირდა ამ პერიოდის განმავლობაში როგორ შეიძლება რომ ის ადამიანები რომელსაც შეხება ქონიათ სასამართლო სისტემასთან ისინი ფაქტიურად საჯაროდ ამას არ აცხადებდნენ და თავიანთ გულის ტკივილს არ აცნობდნენ საზოგადოებას. მე ხლა მჯერა რომ კონკრეტულ ადამიანებს შიგნით გუნდში ქონდა გარხილვები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამის შესახებ საჯაროდ ყოფილიყო განცხადებები. დღეს როდესაც ამაზე საუბარი დაიწყო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ვფიქრობ, რომ დროზე რომ ყოფილიყო ამაზე საუბარი, აი ესეთი კრიზისის წინაშე ჩვენ არ დავდგებოდით და კიდევ ახლა იმაზეც მინდოდა მესაუბრა რა, ახლა ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე კლანი, ვინ არის კლანი, ხო? ეს კლანი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, იცით რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 9 მოსამართლე წევრი, ხო? იქიდან 8 პირდაპირ არის დაკავშირებული ბატონ ჩინჩალაძესთან, ან მის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ან ნათელ მირონია მისი, ან მეგობარია მისი, ან ასე ანუ ეს ადამიანი ფაქტიურად ამ მთელი პერიოდის განმავლობაში ისევე როგორც ეს ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც ბატონ ჩინჩალაძე ფაქტიურად ასრულებდა ადეიშვილის დავალებებს და თქვენ გახსოვთ როგორი საშინელი სისტემა გვქონდა მაშინ და ამაზეც ჩვენ საუბრობდით ჩვენს ანგარიშებში, ფაქტიურად იგივე ადამიანები დღეს უკვე დაწინაურებულები არიან და ეს ადამიანი ასევე ხელმძღვანელობს მთელ ჩვენ სასამართლო სისტემას და მითხარით ახლა რა შეიცვალა და აქედან გამოსავალი კიდევ ერთხელ ვამბობ ის არის რომ პირველ რიგში სანამ ჩვენ ნებისმიერი კანონის შეცვლაზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ სასამართლო სისტემა, უნდა წავიდნენ სასამართლო სისტემიდან და რა თქმა უნდა ის სია რომელიც მათ წარადგინეს, არც ერთი ადამიანი ამ სიიდან არ უნდა დაინიშნოს, იმიტომ რომ ესენი არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არჩია ჩინჩალაძემ და დარწმუნებული ვარ რომ ქართული ოცნების კონკრეტულ წევრებთან შეთანხმებული იყო ეს ყველაფერი, არ მგონია რომ ეს რაღაცა ისეთი პროცესი იყო რომ მან დაათავისუფლდანაც. მე არ ვიცი ზუსტად ხა ბიძინავაში, მაგრამ ქართულ ოცნებაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ჩინჩალაძესთან, ხო, ზოგი ნათელ მირონია და ზოგი მეგობარია და ზოგი კურსელია, ხო, იგივე პარლამენტის თავმჯდომარე, იგივე ზარდიაშვილი, იგივე მამუკა მდინარაძე, ანუ ეს ადამიანები ერთი წრე არიან, ხო, შესაბამისად არ მგონია რომ ეს სია ისე უბრალოდ შეიქმნა და მათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ქონდათ. მადლობა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს, რომელიც იყო ჩვენი სტუმარი. დღის ამბები 2 საათზე ამით დასრულებულია. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით ზუსტად 4 საათზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე და ასევე